მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ჩვენი მოქმედებები არის გააზრებული, რაციონალური და გრძელვადიანი. კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები, ცალკეული საგარეო საქმეთა მინისტრები დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ. მათი ჩარევა წინა საარჩევნო შეკრებებში არის მიუღებელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, საიდან არის ეს პროცესები ინსპირირებული და ვინ დგას ამის უკან. სწორედ ამიტომ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რეალ პოლიტიკა და ობიექტურობა დაბრუნდება. ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. ყაველაშვილმა მოქალაქეთა უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის ევროკავშირთან განაახლონ მოლაპარაკებები, როდესაც კონკრეტული საქმიანი საკითხები წამოიჭრება, მაგრამ მათ უნდათ საპროტესტო აქციების მეშვეობით რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ. ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ უნდა გაჩერდეს. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ყველანაირი ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. მთავარია, რომ ასე გაგრძელდეს პროცესები. იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ სამთვიანი შეჩერება. ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა გაჩერდეს და ჩვენ მადლობა უნდა გადავუხოდოთ ტრამპის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა პრემიერმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პოლიციური ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა. მარიონეტმა პრეზიდენტმა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები დააჯილდოვა. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პოლიციური ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა და დღეს მარიონეტმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სანქცირებული პირები, რომლებიც ძალადობასა და წამებაზე არიან პასუხისმგებლები, მათ შორის სახელგატეხილი ხარება დააჯილდოვა. წერს სალომე ზურაბიშვილი. ქართული ოცნების დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის ცნობით ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომისია მომავალ კვირაში უკვე შეიქმნება და განისაზღვრება მუშაობის გრაფიკი და მიმართულებები. ბოჟაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო დაპირებას და საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება კომისია, რომელიც იმუშავებს 6 თვის განმავლობაში. შევახსენებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რა რეჟიმია რეალურად ნაციონალური მოძრაობა, რამდენი უბედურება, სისხლი და ცრემლი მოუტანა ქვეყანას და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ახალ სახეშეცვლილ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას ამოფარებულები კვლავ ცდილობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას და როცა რეჟიმს ქართულ ოცნებას ეძახიან, შევახსენებთ მართლა სისხლიანი რეჟიმი რას ნიშნავს, განაცხადა ბოჟაძემ. სამწუხაროდ დასავლეთში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მოქალაქეების ინფორმირება ცუდად ხდება. მე ვიცი ჩემი შვეიცარიული გამოცდილებით, რომ მოქალაქეს ალტერნატიული აზრი ესაჭიროება, რათა მხოლოდ ერთ წყაროს არ დაეყრდნოს. ეს წარმოადგენს ევროპულ ღირებულებას. ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების იზოლირების მცდელობას. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოსახლეობის უმრავლესობისთვის საკვერი არ ყოფილა. მისი წინამორბედის სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა მსოფლიო მედიამ აიტაცა პრეზიდენტისგან დეზინფორმაციის გავრცელება კი დაუშვებელია. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-14 სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. ყობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგს და მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს. სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავს ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ირანულ რეჟიმსა და ომის დამნაშავე პუტინს იყიდის საქართველოს. ეს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება ტრამპი ამას გამოასწორებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს.
კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლერი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას თხოვენ. დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს უილსონი X-ზე აქვეყნებს. წერილის ხელმომწერები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლერი. მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკის ოკეანისა და პოლიტიკური სპექტრის ორ სხვადასხვა მხარეს ვართ, გამოწვევა, რომელსაც ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს ერთობლივ ტრანსატლანტიკურ და მრავალპარტიულ პასუხს საჭიროებს, ნათქვამია განცხადებაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე ბანკის მენეჯმენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოში ინფლაცია თითქმის 2 წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალ დონეზე ინარჩუნდება. ნათია თურნავამ შეხვედრის წევრებს მაკროეკონომიკური პროგნოზები გააცნო და ასევე ფინანსური სტაბილურობის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. იყო საუბარი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში მიღწეული იქნას ახალი არჩევნები და გათავისუფლებულნი იქნან პოლიტპატიმრები. ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ორგანიზაციის დაფიონი დამფუძნებელ ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით შეხვედრისას მისი მოთხოვნა იყო, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად მკაცრი ბერკეტები გამოიყენოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს. ძალიან გულთბილი მიღება გვქონდა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს. შეხვედრა თავად ელჩმა გახსნა, აღწერა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რა ინფორმაციას ფლობენ და რა პროცესები განვითარდა. მიზეზები რა იყო, გარკვეული მოკლე შეფასება გააკეთა ყველაფრის. პროცესი გაგრძელდა იმით, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება კონკრეტულად ჩვენი кейსების შესახებ მოგვეხსენებინა მათთვის. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახების გამო საქართველოს სახელით ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ღრმად დამწუხრებული ვარ ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთა ოჯახებთანაა. საქართველოს სახელით სამძიმარს ვუცხადებ ამერიკელ ხალხს, წერს პრემიერ-მინისტრი. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის განცხადებით ევროპის ქვეყნებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის თავიანთი პირობები უნდა დააწესონ. უკრაინული მედიის ცნობით ამის შესახებ ლიპავსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, რუსები ცდილობენ დასავლეთს თავს მოახვიონ აზრი, რომ უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია. ჩვენ უნდა ვაიძულოთ პუტინი მიიღოს ზელენსკი მოლაპარაკებებზე სუვერენული ერის პრეზიდენტად. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი პირობა მოლაპარაკებებისთვის. პუტინი, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და ზოგიერთი პროპაგანდისტი აცხადებს, რომ არ სურთ უკრაინასთან მოლაპარაკება. ისინი საუბრობენ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ან ამერიკის პრეზიდენტთან, მაგრამ არა უკრაინელებთან, განაცხადა ლიპავსკი. მისი თქმით, ეს არის ხაფანგი, რომლის დაგებასაც რუსეთი ოპონენტებისთვის ცდილობს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინტერესი შეიძინოს გრენლანდია ხუმრობა არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი. ამის შესახებ აშშ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა. ეს არ არის ხუმრობა, აქ საუბარი არ არის მიწის შესყიდვის, მიზნით მიწის შესყიდვაზე. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია და მისი მოგვარებაა საჭირო, აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, აქტიკა გადამწყვეტი გახდება გადაზიდვების ხაზებისთვის და რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლოს ამის დაცვა. შეკითხვაზე, იქნება თუ არა აშშ გრენლანდიის მფლობელი 4 წელიწადში რუბიომ ცხადია, ეს არის პრეზიდენტის პრიორიტეტი და მან ეს დააფიქსირა. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ზუსტად ვიმსჯელოთ თუ როგორ მოვიქცეთ ტაქტიკურად. ვფიქრობ, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენი ინტერესი არქტიკაში უფრო დაცული იქნება. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, რადგან აგრესორი სწორედ ისაა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დოიჩე ველესთან ინტერვიუში განაცხადა. ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო და რუსეთს შეუძლია დაასრულოს ის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეწყვეტით და უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანით. ამიტომ მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, აღნიშნა კალასმა. მისი თქმით, ვაშინგტონსაც ესმის გარემოება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინის მისამართით ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა. ასე რომ ვფიქრობ, სიტუაციის მსგავსი ხედვა გვაქვს, აღნიშნა კალასმა. American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს. ინფორმაციას CBS News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან, რომ მათ ბევრი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება.
ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.